ერთი კითხვა მაქვს. შენი აზრით ლოგიკურია დედაშენი აქ რომ რჩება? მამა მე და ოზანი ახლა ხელს დავგორწინდით. ჩვენი სახლის სტუმარს ვერ დაიდევს. თორემ ჩემთან წავიყვანდი. არა, ეგარ მეგულისხმეა. ასე არ შეიძლება. ახლა ხელს დაგორწინდით. მაგრამ ვერც აქ ვერ დარჩება. დავუშვათ მე დაგთანხმდი, მაგრამ ჩინარი წინააღმდეგი იქნება. მამა, დედა შენი არჩიე, ჩვენი არა. ისევ სასტუმროში წავიყვანოთ, რომ იგივე დაემართოს. ექიმმა თქვა მარტო არ დატოვოთ, საავადმყოფოშიც არ დარჩა. რა ვქნათ, უნდა მოვითმინოთ. ჩაღლა, როგორი მეამედე ხარ შვილა. ვერ ხედავ, რომ დედა შენმა ის მიიღო, რაც უნდოდა. ამ სახში შემოსაზრო მიზეზს ეძებდა, რადგან მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ის ეგოისტია, სულ რაღაცებს ხლართავს. შენ არ დაუჯერო. მორჩი, ძალიან დავიღალე, სახში წავა. მე ვილაპარაკოთ. ერთი წუთით დაჯიქი. გისმენ, მამა. მითხარი, ჩინარს და ოზანს რა პრობლემა აქვს და რას ვერ იყოფენ. არ ვიცი როგორ, მაგრამ უკვე საკმაშიც პრობლემას ქმნიან. ასე ვეღარ გაგრძელდება. არ ვიცი, მამა, არაფერი ვიცი. მართლა ძალიან დავიღალე, სახში წავალ და დავიძინებ. ღამე მშვიდობის. დამატებთ რამეს? არა, მადლობა. გამოთ. მადლობა. მგონი ანტალიაში რესტორნებს არ სტუმრობენ. ნახე, თითქმის სარიელია. ალბათ. ოზან რა ხდება? ეს რა, არ გახსოვს დღეს რა დღეა? მახსოვს, დღეს ჩემი გეგმები ჩაშალე. არა, ეგარ მიგულისხმეა. დღევანდელი თარიღი გაიხსენე. ჩვენი ქორწინების იუბილეს გილოცავ რა. ოზან, მადლობა, ძალიან ლამაზია. მოგეწონა? ძალიან ულამაზესი თაიგულია. ლამაზია, მაგრამ შენ ვერ შეგედრება ეს რა. რა ლამაზი კაბა. შენ სულ ლამაზესი ხარ. მადლობა, მოდი დაჯექი. ჩანთა მომეცი. შეფმა მენექშემ ყველაფერი ჩვენთვის გააკეთა. კარგი, დავიწყოთ. მოიცადე, არ დაიწყო. ნუ გეშენია, თვალები დახუჭე. დავხუჭო? ხო. მეც დავხუჭავ. ოზან, ჩვენ ხომ თაფლობისთვის არ გქონია. ამიტომაც წარმოიდგინე, რომ ახლა ანტალიაში ვართ. ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში ვახშმობთ. მთელი დღე ვისეირნეთ, ვიცურავეთ, გავერთეთ. საღამოს კი რომანტიულად ვახშმობთ. როგორია? ეს რა, კარგია რომ ანტალიაში ჩამოვედით, მაგრამ მე მგონი სეზონი არ არის. ეს რა ხალხს საერთოდ ვერ ხედავ. სულელო, რესტორანი ჩვენთვის დახურე. მე? მაპატიერა, სულ დამავიწყდა, მართალი ხარ. რესტორანი ჩვენთვის დახურე. ძალიან მიყვარხარ ეს რა. ძალიან. გვირდები ადრე თუ გვიან, ეს დღე აუცილებლად დადგება. ოდესმე შევძლებ. გვირდები. ანტალიაში გვიანი ვახშამი. 5 ვარსკვლავიან სასტუმროში. რესტორანიც დაკეტე. ბატონი ქერემი არ მოვა, არა? არ მოვა. ეს რა. ეს რა. შეგიძლია გაჩერდე. რატომ? რა გინდა ოზან? რა გინდა ჩემგან? გინდა რომ მოვკვდე, ეს გინდა? მხოლოდ ეს გადაგჭა. გამანადგურე, ზედ გადამიარე, ვერ ხედავ ოზან, დასრულდა, ყველაფერი დასრულდა. ეს რა ძალიან მეყვარხარ გესმის. ძალიან. ოზან, ეს რა სიყვარულია? როგორ შეგიძლია გიყვარდე? სიყვარული ასეთია?
არ მჭირდება შენი არაჯანსაღი და ავადმყოფური სიყვარული. მინდა მოგშორდე. წავიდე, მაგრამ არ მეშვებ, არ მაცდი. გნებდები, მაგრამ მიდიხარ და სხვა მოყავს ცოლად. ვერ ხედავ რა მდგომარეობაში ვარ. შენ ვერ ხედავ მე რა მდგომარეობაში ვარ. გოგონია რომ კარგად ვარ ეს რა. განადგურებული ვარ მას შემდეგ, რაც მომეღავი, ყველაფერი რაც გადაიტანე. როცა ამ თემაზე ვფიქრობ, უფრო და უფრო ალბათ ხვდები ეს რა. გიჟდები ეს რა, ვერ ხვდები. ვერ ხვდები ეს როგორ გამომეპარა, როგორ ვერ შევნიშნავ, გიჟდები. შენი თითოეული გამოხედვა მახსენდება, შენი სიტყვები და უფრო მეტად მდგება გული. ვიტანჯები. კარგი? კარგი მართალი ხარ, შეცდომა და ვუშვი, ვიცი. მაგრამ შენს გარდა მე არავინ მყარებია ეს რა. ეს რა მე მთელი ცხოვრება შენ მეყვარდი. შენს გარდა მე არავინ მყარებია. მაშინ ესე ძალიან რატომ მატკინე გული? რატომ გამანადგურე? რატომ გადამიარე ოზან? კარგი. კარგი. მოდი ჩემთან. არა, არ მინდა. არ მინდა. ყველაფერი გაივლის. ყველაფერი დამთავრდება. ამასაც გადავითანთ. ყველაფერი კარგად იქნება. გაივლის. გადი. მომშორდი. ეს სწორი არ არის. ოზან რას ვაკეთებთ? ასე არ შეიძლება, ეს სწორი არ არის. ცოლიანი ხარ, ცოლი მოიყვანე. არა. არაფერს არ ვაშავებთ ეს რა. ჩემი ქორწინება ფიქტიურია. ნამდვილი არ არის, დამიჯერე. არაფერს არ ვაშავებთ. ეს სისულელია. რატომ მტკივე გული, როცა მეხები? რატომ ფიქრობ, რომ ყოველთვის არასწორად ვიქცევი? რატომ? ასე არ შეიძლება, შეცდომები აღარ მინდა. ეს რა? არა, არ მოხვიდე, არ მინდა. არ მინდა, არ გაბედო, არ მინდა მეთქი. საყვარელო, ნუ ნერვიულობ. დედა შენი კარგად არის, ხომ ხედავ? ყველაფერი კარგად იქნება. ვერ ხვდები, ოზანი სად არის? მარტო რატომ ხარ ასე დღეს? ოზანს თათბირი აქვს. თანაც საიდან დაცოდნა და რა მოხდებოდა? არ წავიდეთ? სახლში მაგვიანდება, საქმე მაქვს. შენ წადი თუ გინდა, მე ცოტა ხანი დავრჩები. კარგი, დიდხანს არ დარჩე. და არაფერზე ინერვიულო, კარგი? ყველაფერი დაალაგდება. არ ინერვიულო, დროებით. ოზანს რომ ჩემი პროექტი არ აინტერესებს ფაქტია. ორივემ ვიცით რა მიზანიც აქვს. დედას ძალიან ემსგავსები ჩაღლა. ხელად იყავი. თქვენ გაერთეთ, მე ახლა ვემავალ. ჩაღლა. ვერ ვიჯერებ. ფიქრობდი ამაზე უარესი რა უნდა მომხდარიყო დღეს და შენს გამოჩდი. კარგით, ველდახვედრას არ ველოდებოდი, მაგრამ ზედმეტად უხეში ხარ. სტამბოლში რას აკეთებ მერტ? სამუდამოდ დავბრუნდი. წასვლას აღარ ვაპირებ. კარგია. გათხოვდი?
ო, გავთხოვდი. ამჯერად არავის მიუტოვები ვარ. რა წარმატება არა? მერტ, შემეშვი. ცუდად გამაიყურები. არ გინდა რომ ვილაპარაკოთ. კარგად გახდები. შენ? იმ ადამიანს დაველაპარაკები, რომელმაც გამოუბედურა, მართლა? კარგი მართალი ხარ, არაფერში არ გამტყონებ. ვიცი მართალი ხარ, ბევრი რამ გადაიტანა ჩემს გამო, მაგრამ ძალიან მნანობ და არ დამვიწყები ხარ. შენ ეგ მარი სად არის? იქ სადაც უნდა. მის ადგილზე რომ ვიყო, გვერდიდან არ მოგშორდებოდი. ზოგჯერ ადამიანი გვიან ხვდება, თუ რა დაკარგა. ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია. ეს რა არის? რა ხდება? შუქი ხომ გამორთე? გამორთე. ეს ქურდი. რა ვქნა? ქურდი. შენ? ჩემი კაფის გაძარცვა გინდა არა? მე მქურდა ვარა? ჩვენ ვართ, ჩვენ. ვინ ხართ? აქ რა საკეთებთ? ვინ ხართ? დედა, ჩვენ ვართ, დედა, მამა რა მეუთხარი. მოიხსენით, ვერ ხვდები რას ამბობთ. კარგი, კარგი. ჩვენ ვართ საყვარელო, ჩვენ ვართ. სხვა ვინ იქნება, ჩვენ ვართ. რა საკეთებთ? რა გაწვიეთ? ეს რა არის? რა ხდება ამეხსენით? სუნამოს ვაკეთებთ, საყვარელ სუნამოს. სუნამოს ამზადებთ? ო, დედა, გული რატომ გაგვიხეთქე, რა ხდება? მანიაკები ხართ? ისევ დაიწყო. იალჩენ და გავიწყდა შენი გამოგონებების გამო ჩემი კაფე რომ გადაწვი. და გავიწყდა? გიკრძალა ამ ყველაფერს. ამის გამო გაგასამართლეს. მითხარით, რატომ არ უნდა მოკლათ? არა, არ გაბედო. კარგი დამშვიდ და საყვარელო, ყველაფერს აგეხსნე. ამას სახელოსნოში უნდა ვაკეთებდეთ, მაგრამ ბევრი მოგთხოვეს. და ეგომ შემომთავაზა დახმარება. მითხრა შეგვიძლია ყველაფერი ჩვენ თვითონ გავაკეთოთ. ამიტომ აქ მუშაობა, ამიტომაც გადავწყვეტად. მამა, რატომ ჩამეშვი? ადამიანმა საკუთარი შვილი როგორ უნდა ჩაუშვას? დედა მამას 1000 სუნამო შეგვეთა მისცეს და თანხდა და ახლა ვაკეთებთ. ხო მართლა, დედა მამა ბოლო დროს ისე იქცევა, თითქოს მსოფლიოს საუკეთესო პარფიუმერი იყოს. საყვარელო იყოს ყურადღება არ მიაქციო, ხო მიცნობ? მოკრძალებული კაცი ვარ, ჩემო ცხოვრებაო. იცი ყველა ჩემზე ლაპარაკობს, ცნობილი პარფიუმერებიც კი. წადი მომშარდი. მართლა გეუბნები დედა, აი ახლავე გაჩვენებ. შეხედე ეს რა არის? ნახე. ფული. ავანსი. ნახე რამდენია. ფრთხილად. ძალიან ფრთხილად. ასე არაფერი გამოვა. ასე უნდა იყოს? როდის აივსება? და საერთოდ, ეს რა არის იალჩი? დააჩქარე, რატომ წვეთავს გაფუჭებული ონკანივით? კარგი, ჩემო სიცოცხლე, დავფიქრდები როგორ დავაჩქარო. გავგიჟდები, მართლა გავგიჟდები, აღარ შემიძლია. დედა, დედას დავურეკავ და დაველაპარაკები. დედა მჭირდება. ჩემი ტელეფონი სად არის? ქვემოთ დამჭა. ოჩახ, ოზანგორფალი. ჩემი მანქანის მოძღოლი გამოცვალე, რომელსაც გზაში ძრავი გაუფუჭდა. რეისზე შენს გამო დავაგვიანე. არაჩვეულებრივი გეგმა, ოჩახ. რატომ მოხდი შინარა? პროექტის გამო თუ ჩამოხდი გვიანია. უკვე გადავაბარე საქმე სპეციალისტს. ვიცი, დირექტორთა საბჭო დაარწმუნე. შენგან ყველაფერს ველოდებოდი ამის გარდა. რა უნდა გამეკეთებინა? თვალები დამახუჭა იმაზე, რომ კომპანიას ძირავ. ანუ კომპანიის გამო თამაშობ არა? თამაშობ. არაფერს არ თამაშობ ჩინარ, რადგან მაინც დამარცხდები. მე ასე არ ფიქრობ ოზან.
ესრა სად არის? მოეწონა შენი სიურპრიზი. ესრა არ უნდა გაღელვებდეს, მაღელვებს. შენ ჩემი დისკმარი ხარ და ნუ გავიწყდება. არ მოვიწყდება. ამაზე არის დარდო ჩინარ. მაშინ ესრასგან თავი შორს დაიჭირე. გეყოფა ჩინარ. გონს მოდი, მომისმენე. რა ხდება? ოზან ჩინარ. გაუშვი. ჩინარ სისხლი მოგდის დაჯექი. კარგად არ ესრა. რა დაგემართა? ჩინარ სისხლი მოგდის, კარგად ხარ? კარგად არ ესრა. წადი დაიბანე. არ მინდა, გამევლის. ჩინარ რა ხდება? რატომ იჩხუბეთ საქმის გამო? ესრა პირს დავივან და მოვალ. კარგი? თელეგრამები ცურავეთ. გახსოვს მთვარის ანარეკლი. კი, მახსოვს. თითქოს ნათებაში ვცურავდით. თელეგრამი გავათენეთ და მზის სამოსვლას ერთად შევხვდით. რა მაგრად ვერთობოდით. ო, ვერთობოდით. მაგრამ დასასრული? დიდად კარგი არ გქონია. ძალიან პატარა ვიყავი ჩაღლა. გამოუცდელი. მეგონა თუ პირველ შეყვარებულს მოვეყვანდი ცოლად, შეცდომას დავუშვებდი. ახლა კი ვფიქრობ, რომ შენთან დაშორება იყო ყველაზე დიდი შეცდომა. ყინული და სპირტი მოგიტანე. არ იყო საჭირო ესრა. რატომ შეძახდი? დაჯექი. დაგიმუშავებ. ოზან დაჯექი. მგონი საკმარისია. ესრა. როდესაც სტამბოლში დავბრუნდები, ჩაღლას დაველაპარაკები და ყველაფერი დამთავრდება. შენ დამელოდე. თურმე უნდა დაველოდო. რატომ დაგელოდო? შენ ცოლი მოიყვანე, ცოლი. ლოდის როგორ მთხოვს?
კარგი დროს მოხვედი საუზმომზად არის. მერტ მისმინე. გუშინ აქ არ მოსულ ვარ და არაფერი მომხდარა, კარგი? კარგი. კიდევ როდის მოხვალ? რატომ არ გესმის? ჩემი ქმარი მიყვარს. ხო, შეცდომა დავუშვი, მაგრამ იმიტომ რომ გაბრაზებული ვიყავი. ეს არ გამეორდება, აღარ დამირეკო. კარგი, მაინც შენ დამირეკაო. შენი დანახვა არ მინდა. ჩემი ქმარი მიყვარს, გესმის? ჩაღლა. კარგი? შვიდად. არავინ არაფერი იცის, ჩაღლა დამშვიდი. რმადი სუნთქე. ოზან, დაბრუნდი ძვირფასო. ო, სახლში ვარ. შენ სათხარ. მე? დედას სანახავად წავედი. როგორ არის? უკეთ გრძნობს თავს? კი. მალე სრულად გამოჯამრთელდება. ჩაღლა. სახლში გელოდები. უნდა ვილაპარაკოთ. კარგი? რა თქმა უნდა, მოვდივარ, ვილაპარაკოთ. კარგი. ანტალიის პროექტი მანამ დასრულდა, ვიდრე დაიწყებოდა, მაგრამ არ აღშევს. კიდევ ბევრი საქმე გვაქვს. ო, ხვალსადილის მერე ვაპირებ კომპანიაში მოსვლას. არა, ჯობს სახლში წახვიდე და დაისვენო. არა, ანტალიის პროექტზე ბევრი კითხვა აქვთ. არ იციან დეტალები და დავახმარები. მე ვფიქრობ, რომ ხვალამდე მოიცდიან, მაგრამ როგორც გინდა. შენმა ოჯახმა იცის, რომ დაბრუნდი. არა, არ მეთქვამს. ერთი დღე გავიდა და უკვე მომენატრნენ. ალბათ დედა კაფეს ხსნის. მამა კროსვორდებს. ძმა კი წუწუნებს. ჩინარ, შეგიძლია სახლში მიმეყვანო. სიურპრიზს გავუკეთებ. კარგი, როგორც გინდა. 3 + 3. 4. 4. არა. პროდუქცია უნდა გავზარდოთ. ასე არ გამოვა. არ გამოვა. ამდენს ვერ შევძლებ, არ გამოვა. ნახომ სახელი მაქვს მენექში. ასე არ შეიძლება. ჩემთვის მთავარი ფული არ არის. ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია მენექში. მართლა? გუშინ სხვანაირად ლაპარაკობდი. ახლა კი კაცი, რომელიც გუშინ კროსვორდებს ხსნიდა, სახელზე მელაპარაკება. რატომ? თანაც უნამოს ჩემი სახელი ჰქვია. კარგი, საყვარელო, შენი სახელი ჰქვია, მაგრამ ვინ შექმნა ის? მე. რასაც ახლა ვაკეთებთ, ჩემი დამსახურება. მოიცადე, ნუ კარგავთ თავს. გონს მოდით, ძალიან გთხოვთ. მე არაფერი მჭირს. ჩვეულებრივად ვიქცევი, მამა შენმა დაიწყო სისულელეები, მისი თავი არ მაქვს. დედა შენის მხარეს გადახვედი. რა შორიანები ხართ? რაო, ჩემზე თქვა? არა, ძვირფასო, უბრალოდ ვამბობ ზოგადად. ეკო, მამა შენი გააჩერე, თორემ ვიჩხუბებთ. კარგი, ცოტა ფული შევეთ და უკვე ჩხუბობთ. თუ ფული გვაფუჭებს, ცოტა მეტი მაინც ვიშოვოთ. ეს ხომ ცოტაა. ერთი წუთი. რაღაც მინდა ვთქვა. ყურადღება არ მივიქციოთ. ბევრი არ დავხარჯოთ. სულელურად არ გავფლანგოთ. ო, დილიდან წავიდა და ოქრო იყიდა. მართალია. ვიყიდე, იმიტომ რომ უაზროდ არ დაგვეხარჯა. ამბობენ ოქროში ყველაზე სარფიანი ფულის დაბადებაო. ეკო, არ გეგონოს ვერ დავინახე ელიფს საჩუქარი რომ მყიდე შვილო. ო, დედიკო, ცოტა მეც დავხარჯე, მაგრამ არა უშავს. ფული კიდევ გვექნება. არაფერი დაგვაგრდება. დედა, ჩემს პირად ცხოვრებაში, რატომ ერევი? რა? სად ვერევი? შენ პირადი ცხოვრება გააქვს, ეკო? ჩემს სახლში ცხოვრობ და საჩუქარი შუა ოთახში დადე. ვალაგებდი და დავინახე. კარგი, გეყოფათ, ნუ ართულებთ, შვიდად. ამბობენ აქ ყველაზე გემრიელი საუზმეაო. ეს ვინ მოვიდა? ეს რა? ეს რა? დედა, კეთილი იყო შვილო. რამე მოხდა? არა, დედა, არაფერი, უბრალოდ საქმე ისე არ წავიდა, როგორც ველოდებოდით. ანტალიაში გადასვლა გადაიდო. კარგია, მეხარია რომ დაბრუნდა. როგორ მეხარია? ო, ანტალია ჩვენს ოჯახს ციდან არ უხდება. კარგია რომ ჩამოხვედი. კარგი, სახლში წავალ. შხაპს მივიღებ, გონს მოვალ და მერე სამსახურში უნდა წავიდე. მეც წამოვალ. კარგი. დილიდან ხარჯებზე ლაპარაკობთ? ო, შვილო, ხომ გვიცნობ?
ძმაო დამეხმარე დაინახა არა, არ დაუნახავს, მაგრამ ეს რას რატომ უმალავ? არ ვომალავ არ დამიმალია რატომ და დაუმალო უბრალოდ ისე იკითხა პანიკაში ჩავარდი საღამოს ვეტყვი კარგი. ჩემ შულს რატომ და დაუმალო მისმინე, იმ ქერამ ხომ არ გაგაბრაზა. არა ჩინერი რეშუაშია და ქერასაც ნუ ეძახი ქერაა და ბარა დაუძახო. მოგიყვები რა მოხდა რა მოხდა? რამე სენსაციაა? გისმენ ქალბატონო ჩაღლა ჩანაწერებიც მოხს და ფოტოებიც. მეილზე გადმოგიგზავნეთ. კარგი ახლა ვევნახავ მადლობა კეთილი იყოს ჩინარ. მადლობა მამა. რა დაგემართა? არაფერი. დავეცი და წარბი გავიხეთქე. კარგად ხარ? კი, მამა. მამა, მითხარი რაც გინახთ, ხო? მითხარი რომ ვერ შევძელე. დაწყებული საქმე ვერ დავასრულე. ყველაფერი გავაფუჭა. არა, არ გეტყვი. არა უშავს. მე რა ადამიანის შეცდომებს უშავს. მამა, შეცდომა არ დამეშვია. ოზანმა გააკეთა ყველაფერი. ჩინარ. ოზანისთვის დავიდანო ყველაფერი უნდა გეთქვა. დაამთავრეთ ეს დაძაბულობა. დიდი ხანი გავიდა. ის ჯობს ორივე გონს მოხვიდეთ. მამა, მე არაჩვეულებრივად ვარ. გონზე მოსვლა არ მჯერდება. მაგრამ მართალი ხარ. ანტალიაში კარგი გაკვეთილი მივიღე. ამიერიდან არავის წესებით აღარ ვითამაშებ. წესებს მე შემოვიღებ და დანარჩენები დაემორჩილებიან ჩემს წესს. ნახოთ ვინ გაიმარჯვებს. ჩაღლა. კეთილი იყოს მადლობა. ჩინერს ეჭყობე ცდილობ დაველაპარაკო მაგრამ არ მისმენს ოზან ჩაღლა. და ჯექი უნდა ვილაპარაკოთ. კარგი ვილაპარაკოთ გისმენ ჩაღლა ამ საქმის გაწევა საზრე არ აქვს. საქმის ვერ ხვდები რაც გულისხმობ ჩაღლა. იცი რაზეც გელაპარაკები. ხო ვიცი მაგრამ შენ დამპირდი ჩაღლა დაგვერდი და სიტყვა შევასრულე. ელი მამაწერეთ, ცოლად მოგიყვანე. ჩემი როლი შევასრულე და იტალიაშიც წაგიყვანე. მაგრამ ამ ყველაფრის გაგრძელებას აზრი არ აქვს. თუ გინდა ყველაფერი მე დამაბრალე. კი რომ ცოდე ქმარი ვიყავი, არა უშავს. მაგრამ ვეღარ ვითამაშებ ჩაღლა. აღარ შემეძლია იმდენი ტყუილი. ვეღარ უძლებ. კარგი დავამთავროთ ადვოკატებს დაველაპარაკოთ და ყველაფერი მოვაგვაროთ კარგი. მადლობა ჩაღლა. მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს შენთან ოზან გავაგრძელოთ სანამ განქორწინების ამბები დასრულდება ერთად ვიცხოვროთ და ცოლ-ქმარი ვითამაშოთ ამ დროის მანძილზე ძალას მოვიკრებ და მოვიფიქრებ რა უნდა ვთქვა ოფისის ჭორების მოსმენის თავი არ მაქვს ოზან როცა დასრულდება მერე ვიტყვი ოჯახებიც მაშინ გაიგებენ ამ ამბავს კარგი კარგი, მართალი ხარ. განქორწინებამდე ერთად ვიქნებით და ჩემს როლს შევასრულებ.
ახლა ოფისში ჩავალ. დროებით. დროებით. ეკო, რა მოხდა? როცა მითხარი საქმე მაქვს, გამოვიქეცი. ო, საქმე მაქვს. მინდა რაღაც გაგაცნო. Parmaklarımla buluşması gerekiyormuş. ვიოლინო. ო, ვიოლინო მიყიდე? ო, ვიოლინო გიყიდე. Keman aldım. ვერ ვიჯერებ, ეკო. ძალიან ლამაზია. Ya sana bu შენზე ლამაზი არ არის. vurmalılar. შენ ყველაფერი საუკეთესო და ლამაზი უნდა გქონდეს. İşte ben de მე ასეთი ვარ, ბედნიერდები როცა გახარებ, რა ვქნა. dedim madem სანამ ფული მაქვს, მინდა ისეთი რაღაცები ვაკეთო, რაც ბედნიერს მახდის. თან სულ შენ მახსენდებოდი. ამიტომ წავედი და ვიოლინო ვიყიდე. ეს საუკეთესო საჩუქარია, რაც მე მიღია. დიდი მადლობა. ძალიან გაუფრთხილდები, გპირდები. ო, ხო. evet. Sen შენ თქვი რომ ვიოლინოზე უკრავ. კონტრაბასიც კარგია. მომწონს მისი ჟღერადობა, მაგრამ ვიოლინო სულ სხვა. ვიფიქრობ, რომ მოგიხდებოდა და ამიტომ გიყიდე. keman aldım. საღამოს ჩემი მეგობრები უკრავენ. ერთად წავიდეთ? დღეს საღამოს არ გამოვა, არ მოცალია. მამას უნდა მივეხმარო, უნდა ვიმუშაოთ. ეკო, მე შენია რომ რამე პრობლემა შეგექმნებათ ამ საქმეზე. არ მინდა ძვირფასი საჩუქრები და არც ის რომ ბევრი ფული იშოვო, ამიტომ კი არ მეყვარხარ. Ne? რა? Ne? რა თქვი? არაფერი. არა, რაღაც თქვი. არაფერი მithქვამს. კი, რაღაც თქვი, გავიგე. იცოდე ახლა შეტევა და მემართება. ძალიან გთხოვ, დავრუნდი უკან, გთხოვ. კარგი ვთქვი? თქვი. ბოდიში. არა, რა სამბობ, დანაშაული არ არის. პირიქით. თან შენ დანაშაულის გეპატიება, მაგრამ მე უფრო მეყვარხარ. Ben senin ამაში შეგიძლია დარწმუნებული იყო. netiz değil mi? არ ვიცი, ვერ გეტყვი. წავალ ვივარჯიშებ. კარგი. დავუკრავ. კარგი, მედი, დაუკარე. დიდი მადლობა. დაუკარე. კარგია, ძალიან კარგია. ელიფსეკო უყვარს. ელიფსეკო შეუყვარდა, მშვენიერია. Seviyorum. Çok iyi. შვილო, იცოდე, გაგიბრაზდები. უკვე ცუდად იქცევი. კარგი, გავიგე რომ ცოლი მოეყვანე, მაგრამ ერთხელ ჩვენთანაც მოდით. რძალი გამოატარე, ასე არ შეიძლება. გამოგივლე დედა. ხომ კარგად ხარ, რამე ხომ არ გჭირდებათ. კარგად ვართ, არაფერი გჭირდება. შენ როგორ ხარ? თქვენ როგორ ხართ? უცნაური ხმა გაქვს. ხომ კარგ ხასიათზე ხარ? გინდა ყველაფერი დავანგრიო? მოხდა რამე? მითხარი. არა. კარგად ვარ და მალე უფრო კარგად ვიქნები. კარგი დედა, ახლა თათბირი მაქვს, დროებით. კარგი შვილო, კოცნი. არ მომეწონა. ცუდი ხმა გქონდა. რაღაც მოხდა და მიმალავს. ახლა მეც ამ ნერვიულდი. რა მოხდა, რატომ არის ცუდ ხასიათზე? არ ვიცი, მაგრამ გავიგებ. მოვედი და მივდივარ. შემომხედე. ეს რა არის? ვიოლინო. ეკო მიყიდა საჩუქარი. შულო მე არ გიყიდე ყველაზე კარგი. ძვირიანი და ხარისხიანი. ეს რა არის? რაღაც უაზრობა. ოთახში წავალ და დავუკრავ, არ შემაწუხოთ. ამას შეხედეთ, როგორ იღიმის ხოლმე ბედნიერი რომ არის. უნდა შემოარტყა. მენექშე დავიწვით. მენექშე, სანამ გეგმაზე ვფიქრობდით, სიტუაცია გართულდა, გოგო. შენ მაუსაკმურმა ჩემს გოგოს ვიოლინო უყიდა. ვინ არის? ვინ არის ან რა ფულით უყიდა? მითხარი, მიდი. ვიცი ზუმრუთ, ვიცი, მაგრამ ვერ გავაჩერე, რა მექნა?